მივესალმებით თქვენ ასე ვთქვათ მაყურებელს და მადლობა რა თქმა უნდა კიდევ ერთხელ რომ დამიძახეთ თქვენ ეთერში და დაინტერესდით. ხო, ну მოკეთ ვფიქრობ რომ ძალიან რთული სიტუაცია საქართველოში ბოლო თვეების განმავლობაში განსაკუთრებით და რაც უფრო დღეს-დღე ემატება ჩვენი ეგრეთ წოდებული ხელისუფლება და პრაქტიკულად ჩამოყალიბებული რეჟიმი ერთმანეთზე უარეს უგნურ ნაბიჯს დგავს და მსგავსი უგუნური ნაბიჯი თუ ქმერება რაც გინდათ დაავარქვათ მოდი ამას ამ წერილის გაგზავნა იყო თუმცა ალბათ ეს არის იმის ინდიკატორი რომ ამ შემთხვევაში კერძო ხიძე რომელი ღია წერილად მოდი ესე ტყვი უკაცრავ ამ სიტყვას ახდა სავარაუდოდ რა თქმა უნდა შეთანხმებული უნდა იყოს ბიზნესი უბრალოდ ადამიანმა ხიძემ ეგრეთ პრემიერმა თქვათ გაჩერდა და მათი არის რაღაც დაიხალხება ადამიანი რომ წარმოუდგენელია რაც არ მე შეურაცხყოფი არ მინდა პერსონალურ შეურაცხყოფებზე გავიდე მე ამ წუთში ვისაუბრებ ანუ მათი წარმოებულ საერთოდ ამას წარმოებული ქვია თქვი ამ პერსიმეტრო თუ 20 ანუ ეგრეთ წოდებული ხელისუფლება ანუ თუ ნაითქოს ჩამოყალიბებული რეჟიმი რა პოლიტიკურ პერიოდსაც ახსილებს ეს არის სახელმწიფოებრივი ქმედება ეს არის ქვეყნის ღალატ მაგრამ ამის და მიუხედავად ძალიან ძიმე ბიუჯეტის რაც ხალხის წინაშე ჩაიდინა სადღაც ალბათ ვიღაცა ერთს გაუჩნდა ის აზრი რომ ის იქე რომ რაღაცნაირად ლატნენ და ამ შემთხვევაში ამ შეერთებულ შტატებთან და პრეზიდენტთან ამაზე შეგვიძლია რომ ტრამპის ამდე დიდი მოლოდინი ჰქონდათ ხო აი მოვა და ისინი მოდი ვთქვათ ამ პოლიტიკურად გადარჩებიან და რაღაც ლეგიტიმაციას შეიძენენ მაგრამ ის რაც მოხდა ეწია ის აქტი რომელიც პარტიულია ხო ამერიკის შეერთებული შტატების ის პოლიტიკური არის საკეთესო მაგალითი დემოკრატიის სადაც იმის და მიუხედავად პრეზიდენტი ვინ იქნება ტრამპი იქნება თუ სხვა ასეთი იქნება ისეთი ცოტა უკეთესი თუ ნაკლები ეს პრეზიდენტი ხალხის არჩეულია მაგრამ ამ ასე ვთქვათ საქმიანობაში მთავარი ის არის რომ ეს ქვეყანა სახელმწიფოებრივად აზროვნებს სახელმწიფოებრივად ოპერირებს ამ სახელმწიფოში მუშაობს ინსტიტუციები მუშაობის სწორედ რომ ეს არის ორპარტიული აქტი იყო რომ მათ შორის იდეოლოგიური განსხვავების და მიუხედავად ორივემ ცალსახად და ერთად გადაწყვიტა ამ მეგობარი აქტის ესე ვთქვათ შინაარსი რომ რა თქმა უნდა ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა საქართველოს როგორც ესეც გეოგრაფიულ ქვეყანას რომელიც სახელმწიფოებრიობის დაკარგვის საფრთხის წინაშე დგას და მის ხალხს მხარი დაუჭირა და ეს არის რაღაც პრევენციული აქტი, ხო? აი, ქაბატონ ზუსტანი, კი, აი, უცებ გეკითხავთ თქვენ ბრძანეთ, რომ ქართულ ოცნებას ეტყობა ყავს კარგი მიჩეველი და მას უნდა ამერიკის შეერთებულ შტატებთან რაღაცნაირად ურთიერთობის მოგვარება დაალაგება. თუმცა, აქვე აღნიშნავ იმას, რომ ამერიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი გამოეხმაურა კობახიძის ამ შეფასებას და მან თქვა, რომ თავხედობაა და ისინი აფასებენ როგორც მოთხოვნების წაყენება ტრამპის მიმართ. აი ამ ყველაფერს როგორ უყურებთ, როგორ აფასებთ, რამდენად სწორია და მართლაც ჩანს თუ არა ისე რომ ქართული ოცნება აი ამ პატარა საქართველოსთან ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს მოთხოვნებს უყურებს და მის შაშინაურს საგარეო პოლიტიკაში ირება იმ განწყობლებებში რომელიც იყო მიღებული და რომელსაც დღემდე იღებს ამერიკის შეერთებული შტატების საქართველოსთან მიმართებაში. ძალიან დიდი მადლობა ამ შეკითხვას პასუხად კიდევ ფარდაიხება ამ ადამიანების მოდი თქვა კობახიძის ამადობით თუ შემდეგ ძალიან მცირე შედული დეობა დარჩენილი რომელიც მართლა ხა პირველ წლებასთან არანაირი კავშირი აღარ აქვს არის მე ხა რაღაც მონაქმია ესე თქვა დიოზური დამნაშავე ჯგუფი რომელიც ეს ქვეყანა არასწორ მიმართულებით გავს და სწორედ ამაში საქმე რომ კობახიძის წერილი იმის ეწერა გასული და გასცანი აი მე ნიშნავს კერძოდ კობახიძე
იზრდა გუნდის თუ შეიძლება მათ ახლა გუნდი ეწოდოს თავხედობაზე. აქ იმაშიც არ არის საქმე დიდი ქვეყანა თუ პატარა ქვეყანა. ნულოვანია და მინუსებში გადასული მათი დიპლომატიური, ესე ვთქვათ, ურთიერთობების ეთიკა და ესთეტიკა. თუ აქ ამ წერილში ისიქცენ როგორც იქცეოდნენ ძალიან კარგი თქვენს კარგად გახსოვთ რომ უკიდურესი სიტყვები და უკიდურესი ფორმებით ლანძღავდნენ. ეხლა თურმე აღმოჩნდა, ანუ თან აინახეს საჭიროება ისინი და თან კი არ თხოვენ მოკრძალებაზე არ არის დიპლომატიაზეა საუბარი. ანუ რაღაცნაირად ჩემო კარგო რაში აქვს საქმე. ამ საკითხს ესე უნდა მივუდგეთ. ანუ ჩვენ ეთერამდეც რაღაცა საუბრობდით იმაზე, რომ ეხლა ქუჩაში რომ გავიდეთ და სკოლის მოსწავლეც გავაჩეროთ, ისიც აუცილებლად იტყვის, რომ დასავლეთის მხარდაჭერა, კერძოდ ამერიკის შეერთებული შტატები, იმიტომ რომ ეს ცოდნები ახალგაზრდა თაობას და სკოლის მოსწავლეებსაც ცხადია გააჩნიათ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები იყო ჩემში, თქვენში და უმრავლეს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობაში არის სტრატეგიული პარტნიორი და აქ კითხვის ნიშანი არისმევა. ამიტომ ამაზე კიდევ ერთხელ ზედმეტად, რა თქმა უნდა, კარგი ადვოკატირება და საუბარი, მაგრამ ჩვენ რაზე უნდა ვისაუბროთ, იცი, ლიზა, რომ აი ეს სტრატეგიული პარტნიორობას რა ბენეფიტი ქონდა ქვეყნისთვის, რა ქონდა 90-იანი წლებიდან მოყოლებული. ეხლა რა უნდა კონდეს წესით, რომელიც შეაჩერა ამ რეჟიმმა და მომავალში რა პერსპექტივა აქვს? ეს არის ის, რომ ამ ხარდაჭერამ ჩვენ მოგცა უსაფრთხოების გარანტია და განვითარების გარანტიები და კონკრეტული შედეგები ეკონომიკის მიმართულებით, განათლების მიმართულებით, სოციალური, ესე ვთქვათ, კომპონენტის მიმართულებით, თუნდაც პოლიტიკის მიმართულებით. რაც შეეხება რეგიონულ პოლიტიკას, ჩვენ ხო საქართველოს სამხრეთ კავკასიის რეგიონის ნაწილია და ურთულესი როგორც პოლიტიკურად, ასევე კომპეტენცია კვალიფიკაცია რო გავიყენო, მე გეოგრაფია ხარ და ძალიან კარგად ვიცი და მე ის ჩემი ქვეყნის საქართველოს გეოგრაფიული რესურსები, ამ რესურსების შესაძლებლობები და ამ შესაძლებლობების გადათარგმნა როგორი შეიძლება იყოს პოლიტიკაში, პოლიტიკამდე, ეკონომიკაში და სოციალურ კომპონენტში და ხალხის კეთილდღეობისთვის, მაგრამ ამ ყველაფერს იმის ფონზე რაც პოლიტიკაში ხდება და ფაქტიურად შეიძლება ითქვას, რომ სამ ქვეყანას შორის არ მინდა ხა ეს თემა ესე ვთქვათ არ არის დღევანდელი გადაცემის ფორმატი, მაგრამ მაჩაჩალ ქვეყანას ჩამოყალიბდით იმის ფონზე, როცა 2019-20 წელს სწორედაც უნდა ითქვას ეს, იმიტომ რომ ეს ფაქტია, ეს არ არის ის, რომ ამ შემთხვევაში ჩემი პარტიის და ჩემი გუნდის ლიდერზე ვსაუბრობ. ფაქტია 19-20 წელს გაახარია ესე ვთქვათ პოლიტიკური საქმიანობის დროს პიკი იყო საუკეთესო ურთიერთობებისა საქართველოსი და ამერიკის შეერთებული შტატების და ეს ყველაფერი დაანგრიეს, ფაქტიურად ნაცარტუტად აქციეს და რითი ერთადერთი პროპაგანდისტული მანქანით, ეს არის მათი ტექნიკა ოპერირების ამ შვიდობაზე პედალირებით, ხო? და საერთოდ დაცვითეს ეს სიტყვა, მაგრამ ამ სიტყვის საპირწონედ მეც და ყველა ვინც რა ვიცი, ანუ სახელმწიფოებრივად აზროვნებს, აუცილებლად დასვავს კითხვას. კი ბატონო, მშვიდობა, მაგრამ რა არის ეს მშვიდობა? მშვიდობაც შეიძლება დივერსიფიცირდეს, არის ნამდვილი მშვიდობა და პროპაგანდაზე დაფუძნებული მშვიდობა. მშვიდობა მარტო ომი ხო არ არის 21 საუკუნეა, მილიონი ტექნოლოგია. ომია სწორედ ეკონომიკური სიდუხჭირე, სოციალური სიდუხჭირე, განათლებაში სრული სტაგნაცია და ბევრი რამ. ამაზე ანუ შინაარსზე უნდა ვისაუბროთ ჩვენ. შინაარსზე დაფუძნებული პოლიტიკა უნდა ვაწარმოოთ და ხალხს ესე ხალხი მილიონი მექანიზმები არსებობს და რა ასე ვთქვათ,
იმედი აქვს, რომ მართლა შეაჩერონ ეს პროცესი, იმიტომ რომ დიდი სურვილი აქვს, თუმცა ვიცით რა ეს მეგობარი აქტივობა რაც მოიხოს ქართული ოცნების ხელისუფლების ეს არის რომ დემოკრატიული უყურესობა შეერთდეს ეს არის რომ სახელმწიფო განაახლოს კვლავ ევროატლანტიკური მიწრაფება რომელიც ბლოკირებს და ასევე სათანადო კავშირები რომელიც აქვს ჩინეთთან და ასე გაიოს და ეს პროცესი შეერთდეს ყველაფერს უზრუნველყოფს ქართული ოცნება თუ ის საფუძვლად მოიხოს რომ ამერიკის შეერთებული შტატებისგან გადატვირთვა ურთიერთობების. ხო, აი იცი რა არის ლიზა, საქმის მაგაშია რომ ანუ მივიდნენ იმ კონდიციამდე რომ უნდათ ამერიკის შეერთებულ შტატებთ უფრო სწორედ ჭირდებათ ეს ყველაფერი იმ ლეგიტიმაციისთვის და საკუთარი თავის, ესე ვთქვათ, ამ ველზე, პოლიტიკურ ველზე გახანგრძლივებისთვის, მაგრამ ნუ ეხლა პრაქტიკულად დარწმუნებული ვარ, რომ ეს არ მოხდება ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან და კერძოდ ტრამპის მხრიდან, იმიტომ რომ სხვანაირად რომ ყოფილიყო საქმე, თუნდაც პერსონალურად პრეზიდენტის მხრიდან, რა თქმა უნდა, ეს ესე ვთქვათ, მეგობარი აქტი ორპარტიულ ესე ვთქვათ, ფუნდამენტს არ დაეფუძნებოდა და აქ როგორ მე მინდა შენთან მოდი გადავწყვიტე ახლა მე ესეთ ხასიათზე გავიღვიძე დღეს და მივედი იმ დასკვნამდე რომ შენთან მინდა მე მოვდივარ შენთან სახლში შენ მე დამეხმარე, არა, უნდა დამეხმარო, რაც თავარი აქ, ხო, კონოტაციასაც გააჩნია და პოლიტიკურ კონიუნქტურას შენ როგორ ესაუბრები შენ სტრატეგიულ პარტნიორს, რომელიც 10 წელი გეხმარება და ზრუნავს იმაზე, რომ გაგიყვანოს შენ მსოფლიო პოლიტიკურ, ესე ვთქვათ, ველზე წარმატებულ ქვეყნად. რა თქმა უნდა, საქართველოს პერსონალური, ინდივიდუალური რესურსული პოტენციალის დამსახურებით და ხალხის დამსახურებით და ეუბნები რომ ჩემი თამაშის წესებით ითამაში. ანუ მე როგორც მინდა ისე უნდა იყოს, მაგრამ შენთან უნდა ვიყო. ანუ ეხლა არანაირ არც ერთ დროს ისტორიულ დროს მე არ მახსენდება რომ ასეთი ესე ვთქვათ პოლიტიკური მესიჯი თუ ულტიმატუმი წარმატებული იყოს და შედეგზე ორიენტირებული. და შესაბამისად ის ესე ვთქვათ საპასუხო დოკუმენტი რაც ახსენეს 11 გვერდიანი რაც მოამზადეს ამასთან დაკავშირებით სრულად აი მეც ესე ვთქვათ ძალიან კარგად ვიცი მისი შინაარსი და ალბათ დამეთანხმები კიდევაც იმასთან დაკავშირებით რომ კვლავ ანუ ძირმომპალში ამ სიტყვაზე და ყალბშვიდობაზე ფუძნებულ და ომით აშინებს მათ ამორჩეულს ეს არის ძალიან შეურაცხყოფელი იმედია ყავს ნამდვილად თუცნებას ამორჩეველი ამ პროპაგანდის ხარჯზე მაგრამ ეს ამორჩეველის მიხვდება და ეს ამორჩეველი რომ მიხვდეს რას იყალბებში არის აქაც დივერსიფიცირება ზოგს ინტერესი აქვს, თქვათ, საჯარო მოხელია, ზოგს აშინებენ, ზოგს რაღაც კომპრომატი აქვს. ამიტომ აი ამ რისკებიდან მოსახლეობის ეს ნაწილი ოპოზიციამ ამ შემთხვევაში მე მაქვს უფლება ჩვენს გუნდზე ვისაუბრო, უნდა გაათავისუფლოს და იმუშაოს ამ ნაწილზე და ამ ნაწილზე რო იმუშავო და შენ მათ უთხრა მართალი სიტყვა და არა ყალბი მშვიდობა და უთხრა რა არის ნამდვილი მშვიდობა, მათთან ხო უნდა ისაუბრო. ამისთვის გჭირდება ბერკეტი, ანუ სხვადასხვა ტექნიკები, ტაქტიკა და სწორედ ადგილობრივი არჩევნები არის უბრალოდ მარტივად რომ ამ ყველაფერი შესაძლებლობა დარახი. თქვენი პოლიტიკური პარტია არჩევნებში მონაწილეობას აფიქსირებს ადგილობრივ არჩევნებში და ბევრი ხალხის მინერალური ვარაუდი ამ თემასთან დაკავშირებით, ამ საკითხთან დაკავშირებით და როგორ უყურებთ აი ამ თემას თქვენს პოლიტიკურ პარტიაში, იმიტომ რომ თქვენ ხართ ის პოლიტიკური პარტია, რომელმაც უარი გამოაცხადა საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ასე ვთქვათ, პარლამენტში იმუშავა, თუმცა მანდატები შენარჩუნებული გაქვთ და ახლაც ადგილობრივ არჩევნებში აპირებთ მონაწილეობის მიღებას. აი ეს რა პროცესია და ამის გამო ძალიან ბევრი ოპოზიციური პარტია თქვენი მისამართით უკმაყოფილოა მოკლედ. ესე შევხედავდი ცხადია, ესე ვთქვათ, გუნდთან ერთად, უბრალოდ მე დღეს ახლა ამ წუთში თქვენს ეთერში ამას ვაჟღერებ, მაგრამ ჩემი პერსონალური პოზიციაც, სამოქალაქო პოზიციაც, ამ პოლიტიკურ პოზიციას ნამდვილად ემთხვევა. ანუ აქ ესე უნდა მივუდგეთ საკითხს. არსებობს ორი მიმართულება, პრაგმატული მიმართულება და ემოციაზე დაფუძნებული. აი პარტიები ახსენეთ ოპოზიციური. არ შეიძლება უბრალოდ, არ შეიძლება ამ რეჟიმს
მისცეს შესაძლებლობა და მანიპულირება გააკეთოს ემოციებით. ხო, ითქმება ერთხელ, რომ აი გამოუცხადოთ ბოიკოტი და მე რა ბოიკოტს რო აცხადებს, სად მიდიხარ, რა არის ის გენერალური ხაზი და მიზანი. თუ შენ ძირშივე თავიდანვე იცი, რომ ეს შედეგს ვერ მოიტანს, ვერც შენი ქვეყნისთვის და მით უფრო ვერც ხალხისთვის, მაშინ უნდა დაფიქრდე, რაღაცა შედარებითი კრიტიკული ანალიზი გააკეთო და იქეთ გადადგა ნაბიჯი, სადაც უფრო მეტი ბენეფიტი დაგხვდება. მაგრამ საკითხის დასმა ესე რომ როგორც შეკითხვა დაისვა, რომ იმიტომ კი არა რომ მე ხარ რაღაცას ვერიდები, რომ არ თქვა, არა, მართლა არ არის ესე. მივიღებ თუ არა მონაწილეობას, ეს გამოჩნდება. აქ მთავარი რა არის, იცით, და ალბათ ნამდვილად ამეთანხმებით ამაში, რომ აი ექიმს რო უთხრა ეხლა, რომ ანუ შენ გააკეთებ ამ ოპერაციას თუ არ გააკეთებ. ესე ხო არ არის. ექიმი ყოველ წამს 24 საათის განმავლობაში მზად არის ნებისმიერ იმ მიმართულებით, რა მიმართულებაშიც მუშაობს ოპერაციისთვის. იგივეა, თუ შენ პოლიტიკურ პარტიაში, ეს ხო პროფესიასავით არის, საქმიანობაა. ამ შემთხვევაში ჩემი საქმიანობაა, ჩემი კოლეგების საქმიანობაა და თუ შენ არ ხარ კვალიფიციური და არ ხარ მზად, მომზადებული იმ პროცესებისთვის, რა პროცესებსაც პოლიტიკური პარტია, როგორც ცოცხალი ორგანიზმი, ორგანიზაცია ითვალისწინებს, მაშინ რა გინდა პოლიტიკურ პარტიაში და მიიღებ თუ არა მონაწილეობას, კიდევ ვიმეორებ, ბევრი შიდა გარემოებები, მაგრამ ზოგადად ის, რომ პროცესში უნდა იყო ამ ყველაფრის და მზად უნდა იყო ნებისმიერი არჩევნებისთვის. რა ვიცით, იქნებ ხვალ ვადამდელი აქ არის საუბარი, რომ ნებისმიერი ფორმის, ზომის, წონის, არ ვიცი ახლა იუმორი რო შემოვიტანოთ, არჩევნებისთვის პოლიტიკური პარტია და მისი წევრები უნდა იყვნენ მზად. ეს არის მუშაობა ყოველდღიური ხალხთან, სხვადასხვა მიმართულების თემატიკაზე. ეს არის და ეს. კი ბატონო. მგონი ამოვწურეთ ახლა საკითხთან დაკავშირებით მეტი კითხვა მე პირადად არ მაქვს და საშინაო პოლიტიკა როგორია ქართული ოცნების, ვინაიდან ჩვენ საგარეო პოლიტიკას შევეხეთ, რა ხდება ჩვენს ქვეყანაში, რას ფიქრობს ქართული ოცნება იგივე იმ ადამიანებთან დაკავშირებით, რომლებიც ციხეებში არიან, იმ ადამიანებთან დაკავშირებით, რომლებიც ქუჩაში ჯერ კიდევ აპროტესტებენ, იმ არჩევნებს და იმ ადამიანების გათავისუფლებას, რომლებიც ელოდებიან ყოველდღე, რომ გონივრული გადაწყვეტილება იქნება მათთან დაკავშირებით მიღებული და ზოგადად როგორი განწყობაა ჩვენს მოქალაქეებში, რას ფიქრობენ. მე პირადად ვფიქრობ, რომ რაღაცნაირად ნიჰილისტური განწყობა აქვს ძალიან ჩვენს მოქალაქეებს და არც კი გონიათ, რომ რაიმე შეიძლება შეიცვალოს ჩვენს ქვეყანაში. ხო, შესაძლებელია ეს ნიჰილისტური განწყობა რაღაცნაირად ახლოს იყოს, ესე ვთქვათ, რეალობასთან, მაგრამ ნიჰილისტურ განწყობას ალბათ, ჩემის აზრით, ეხლა უკვე როგორც ერთი ინდივიდი პერსონალურად რუსუდან თევზაძე საუბრობ, რომ ალბათ ამას იწვევს ის, რომ უნდა თავზე ის რაოდენობის პრაქტიკულად ყოველ საღამოს შეძების და თუ ფიზიკურად აქ ვარ, აი სულ მცირე 20 წუთი 30 წუთი მივდივარ ხოლმე, სწორედ იმიტომ, რომ ანუ მაჯაზე მქონდეს ხელი დადებული და ვნახო რეალობაში იქ რა ხდება, ხო საუბრობთ და ასე შემდეგ განსაკუთრებით დიდი პატივისცემა, მხარდაჭერა ყველანაირი პატიმრები კი არ არიან. პატიმა არის ესეთი მსუბუქად ნათქვამი სიტყვა. ეს ახალგაზრდები ბავშვებს ეძახიან ხშირად, მაგრამ წარმატებული, არაჩვეულებრივი ამ ქვეყნის მოქალაქეები, ახალგაზრდები არიან რეჟიმის ტყვეები, ტუსაღები. არაჩვეულებრივად მდიდარია ჩვენი ქართული ლექსიკა და ესე შევაფასებდი და მათ მხარდაჭერა მათ მშობლებს და პირველ რიგში ყველა პლატფორმაზე, შინ იქნება თუ გარეთ, ჩვენი პარტია ითხოვს რომ ისინი აუცილებლად უნდა გათავისუფლდნენ და სწორედ აი მათი გათავისუფლებისკენ გზებზია საუბარი, ის ტექნიკები, რაზეც ვისაუბრე და რაც შეეხება ნიჰილიზმს დაუბრუნდები. ვერ იქნება ლიზა ესე ყოველ დღე ის რაოდენობა ხალხისა, ეს ბუნებრივი პროცესია. ხო, რაღაცა პროცესი რა გააჩნია, იწყება პროცესი, ვითარდება, აქვს პიკი და მე ეს პიკი ისევ დაღმარჩინის, მე ინერციაში გადადის, ეს იმდენად ბუნებრივი პროცესია, რომ არც კი მიკვირს. მთავარია ის, როგორ გითხრათ, ნაპერწკალი, პატარა წელი მუდმივ რეჟიმში და შენარჩუნებულია და დროს და სიმბოლოში საჭიროების მიხედვით ის აუცილებლად ღირდება, ხო, ასე თქვა, გამარის მოკიდებულობის და ასე შემდეგ. ის ეგრეთ წოდებულ ხელისუფლებას და რეჟიმს საქართველოს მოსახლეობის
ის ნაწილი, რომლის არჩევანიც არის დასავლეთი, განვითარება, ეს იმიტომ, რომ მათ სურთ კეთილდღეობა, არა საბჭოთა კეთილდღეობა, რაც ჰქონდა წარსულში და ჩემ ბავშვობაში, არა საბჭოთა კეთილდღეობა, ამაზეა საუბარი და ამიტომ ეს ხომ მოსახლეობამ უნდა გადაწყვიტოს, მოსახლეობამ თუ უნდა გადაწყვიტოს, აუცილებლად მან არჩევანი უნდა გააკეთოს ოცნებასა და სხვა ალტერნატიულ პარტიას შორის, თორე თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ? იცით, როგორი წარმატებით შეუძლია ეგრეთ წოდებულ ხელისუფლებას, ოცნებას, რომ ან ზოგიერთი მიძინებული თუ არა მიძინებული პარტია ვითომ კონკურენციაში შეიყვანოს და გააცოცხლოს, ან ახალი შექმნას და შექმნას ის ფონი, რომ ჩატარდა, ესე ვთქვათ, არჩევნები და ბედნიერად დაიშალონ და შექმნან ის ფონი, რომ დემოკრატიული, ესე ვთქვათ, გარემო, ესე ვთქვათ, აღადგინეს, ხო? და ისევ გაცოცხლდა. ამიტომ ამის შესაძლებლობა არ უნდა მიეცეთ მათ. სწორედ ამ არჩევნებზე რო ვსწავლობთ, აი ბენეფიტებზე საუბრობდით, ხო? შედარებით ანალიზში. აქეთ სწორზე რა და აქეთ პინაძებს. ჩემი პერსონალური მოსაზრება არც მხოლოდ ჩემი აქეთ იცით რა ბენეფიტია, რომ ხალხთან ურთიერთობის შესაძლებლობა მიცემა პარტიას ამ ესე ვთქვათ მუშაობის და პროცესში საარჩევნო პროცესში ყოფნის მზადყოფნის პროცესში ასე ვთქვათ ოპერირების დროს და ხალხის ხმა, ხალხის მოსაზრება, სურვილები არის ყველაზე მნიშვნელოვანი და შენ ამაზე უნდა აღო შენ პოლიტიკური პარტიის საქმიანობა თუ ხალხს გაემიჯნე და არ მოусმინე ეხლა სახში არავინ არ მოგაკითხავს და დაგიკაკუნებს რომ აი მე ეს გასაჭირი შენ უნდა მიხვიდე დაუსვა შეკითხვა გაიგო და შეძლებს და გვარად მოსმენაც ძალიან მნიშვნელოვანია და ემპათია ალბათ ხო თქმა უნდა. და როცა იქნება შესაძლებლობა და ბერკეტი და გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა თუ საქმის კეთების შესაძლებლობა, უკვე შენ აღჭურვილი იქნები და შეიარაღებული და იმ დროს აღარ დაკარგავ ამ საველე კვლევაში, მზადყოფნაში იქნები, რომ ამ ხალხს ემსახურო. პოლიტიკაში ყოფნა და პარტიაში ყოფნა, აი ყოველგვარი პათეტიკის გარეშე საუბრობ, აი გულწრფელად არის ხალხის მსახურება, მეტი არაფერი. კაპიტან რუსტან, აი რა წერტილშია ახლა ის აქციები, იმიტომ რომ თქვენ თქვით, რომ მას აქვს თავისი ლოგიკური გაგრძელებები და აი ახლა თქვენი შეფასებით რა ნაწილშია ის საპროტესტო აქციები, რომელიც კარგა ხანია უკვე მიმდინარეობს. რა ფაზაშია ეხლა და რა სახის განვითარება უნდა ნახოს ამ პროცესში? იცით რა არის, ჩემის აზრით კიდევ ერთხელ გავიმეორო, კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გაუსვა ახალგაზრდების როლს ნებისმიერ ფაზაში, რა ფაზაშიც არ ვიყავით, ვარ თუ ვიქნებით, ახალგაზრდების დომინანტ როლს. ეხლაც ამ წუთისთვის ახალგაზრდებს აქვთ ძალიან დიდი როლი იმ მუხტის შენარჩუნებაში, რაც რუსთაველზე ხდება და სამწუხაროდ ჩემდა და ზოგადად სამწუხაროდ იმ გარემოებისა, აი ამ ტუსაღები, რომ დაატუსაღეს ეს ახალგაზრდები, არაფრის გულისთვის და საერთოდ ლოგიკაში პროცესებს თუ უყურებთ, წარმოუდგენელი პროცესებია. მე მგონი, აი მართლა იმ ქრესტომატიულ სახელმძღვანელოში უნდა შეიყვანო, როგორი არ უნდა იყოს პროცესი და როგორი უნდა იყოს უпростоრად ყველაზე არადემოკრატიული, კორუმპირებული, ესე ვთქვათ, ეგრეთ წოდებული ხელისუფლების კორუმპირებული სასამართლო. იმიტომ რომ წარმოუდგენელ რაღაცეებს ვუყურებთ და ვუსმენთ და ეს ფაზა რაღაცნაირად აი ამ რგოლში გადავიდა, როდესაც ჩვენ ყველას ერთად ესე ვთქვათ, მთავარი მიზანი გენერალური ესე ვთქვათ, ხაზი არის ის, რომ ეს ტყვეები უნდა დავიხსნათ. ყველა შესაძლო ტექნიკით, რა ტექნიკასაც აი სწორედ მოდი ესე ვთქვათ, დაკვეთაც იქნება ხალხიდან და რასაც შემოგთავაზებენ. რა თქმა უნდა, რაციონალურად, ისე რომ მომავალი პერსპექტივა დასავლური განვითარების არ დაზიანდეს. ეს არის მთავარი. კი ბატონო, უღრმესი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. მადლობა დაინტერესებისთვის. კი ბატონო. გახარია საქართველოსთვის რუსუდან თევზაძე სტუმრობდა გადაცემაში.